ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰარას უდაბნო. მისი სიდიდის მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, თითქმის მთლიანი ევროპის ხელაა და დაახლოებით 130 საქართველო ჩაეტევა. მაგრამ მე არ ვაპირებ უდაბნოს გეოგრაფიაზე გესაუბროთ. თქვენთვის ბევრად საინტერესო რაღაც მაქვს. შეხედეთ ამ უცნაურ ნაგებობებს, რომელიც უკიდეგანო უდაბნოშია. რა შეიძლება იყოს ეს? ძველი ცივილიზაციის ნარჩენები, არქეოლოგიური გათხრების ან იქნებ ტრამპის საყვარელი, ამ მოუცნობი ობიექტების შემოქმედება. მაგრამ ნახეთ, ტერიტორიის ასეთ უცნაურ თხრილებს ისევ ვაწყდებით. კიდევ, აი კიდევ. მათ შორის მანძილი 2-დან 4 კილომეტრამდეა. ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ ითვლება. არა იმიტომ, რომ რაღაც წყევლა ან სარკოფაგებია, რომელთა გახსნის შემთხვევაში უბედურება დაგატყდებათ თავს. არა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და გამაგრებული სასაზღვრო ზოლი. კი, ყველა ეს ნაგებობა საყრდენი პუნქტია, ხოლო სატელიტიდან რაც მოჩანს, ეს ხაზები. გზები კი არა, უზარმაზარი თხრილებია. თხრილებს რომ თავი დავანებოთ, მიმდებარე ტერიტორია უკიდეგანო უდაბნოს ნაწილი დანაღმულია. ასეთი უკიდურესად რთული და კომპლექსური დაცვის ხაზი 2700 კილომეტრზეა გადაჭიმული და ყოველ 2-4 კილომეტრში საყრდენი პუნქტია გაკეთებული. შედარებისთვის, ჩრდილო და სამხრეთ კორეის გამაგრებული ხაზი ყურადღებით 11-ჯერ მოკლეა ვიდრე საჰარაში ეს ნახევრად მისტიკური დაცვის ზოლი. ვის ან რატომ უნდა გაეკეთებინა ასეთი ძვირად ღირებული, წარმოუდგენლად შრომატევადი, თითქმის 3000 კილომეტრზე გადაჭიმული თავდაცვითი სისტემა და მერე თან დაენახმა. 9 მილიონი ნაღმია მიმოფანტული საზღვრის მიმდებარედ. სამეფო კარის თამაშებში რომ არის ჩრდილოეთის ცივილიზაცია, თითქოს რაღაც მსგავს ელოდებიან ოღონდ სამხრეთით, უდაბნოდან. და ყველაზე უცნაური იცით რა არის? რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ეს სახელმწიფო საზღვარიც არ არის. არამედ ეს დაცვის ზოლი დასავლეთ საჰარას შუაზე ხლეშს. თუმცა შუაზეც არა. ტერიტორიის უზარმაზარ ნაწილს აკონტროლებს მაროკო, ხოლო დარჩენილს ადგილობრივები. 50 წელზე მეტია მაროკო ცდილობს დასავლეთ საჰარის მოგულვას, მისი ტერიტორიების მითვისებას, უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების წართმევას, ხალხის დევნას, ხოცვას, წამებას და კასეტური ბომბებით დაპომპვას. ომზე უფრო დიდ წარმატებას კი აღწევს არანაკლებ მნიშვნელოვან ველზე საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი ომი. მაროკო ახერხებს იმას, რომ ამ კონფლიქტზე მაინც და მაინც არავინ ილაპარაკოს. არ გაშუქდეს და არ დაფინანსდეს მეორე მხარე. და მაინც თავარი შეკითხვა. რა დუმდა მაროკოს ცარიელი უდაბნოს ნაგლეჯი? იმიტომ რომ ის არც ისე ცარიელია. მის მიწაში ფოსფატია, ნედლეული, რომლისგანაც თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელ სასუქებს აწარმოებენ. მის წინ ატლანტიკის მდიდარი სათევზაო წყლებია. მას აქვს უზარმაზარი სანაპირო, ქარისა და მზის ენერგეტიკული პოტენციალი და სტრატეგიული მდებარეობა აფრიკის ატლანტიკურ კიდეზე. დამოუკიდებლობის შემთხვევაში დასავლეთ საჰარა შეეძლო ამ რესურსების გამოყენებით საკუთარი ეკონომიკა აეშენებინა და მთელ მსოფლიოში ფოსფატის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ყოფილიყო. მაგრამ მიიღეს ის, რომ არჩევნის უფლება წაართვეს. დააპირდნენ, რომ რეფერენდუმი ჩატარდებოდა და ადგილობრივები თავად გადაწყვეტდნენ ქვეყნის მომავალს. ამ პირობის შემდეგ 30 წელიწადი გავიდა. დღევანდელი ეპიზოდი იქნება ამბავზე, როცა ძალა აღმარცხნავს და საერთაშორისო სამართალი რეკომენდაციებად რჩება. როცა გლობალური ზესახელმწიფოები ხალხის თავისუფლებაზე მაღლა პირად ინტერესებს აყენებენ. ამბავი, რომელიც დიუნის ავტორსაც კი შეშურდებოდა. რადგან დასავლეთ საჰარას წინააღმდეგობა უზარმაზარი მაროკოს წინააღმდეგ 2 აქლემით და 17 კაცით დაიწყო და დაგასპოილერებთ, კინაღამ ეს ომიც მოიგეს, მაგრამ დღეს დედამიწის უკანასკნელ კოლონიაზე, დასავლეთ საჰარაზე ვისაუბრებთ. დააკვირდით ამ რუკას. მთელი აფრიკის უზარმაზარი კონტინენტი ევროპული სახელმწიფოების კოლონიას წარმოადგენდა. დასავლეთით საფრანგეთის კოლონიები და გავლენები, დღევანდელი ტუნისი, ალჟირი, მაროკო და ნახევარი საჰელის რეგიონი. ბრიტანეთი, სუდანი, უგანდა, კენია, როდეზია, იტალია, სომალი. რამდენიმე სახელმწიფო ინარჩუნებდა ფორმალურ დამოუკიდებლობას, დანარჩენი კი კოლონიები იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასუსტებულ ევროპას აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეს კოლონიები დისტანციურად ემართა ან დაეცვა. ადგილობრივი განათლებული ელიტა კი ნაციონალისტური განწყობის იყო, შესაბამისად მომძლავრდა დამოუკიდებლობის სურვილით. მარტო 1960 წელს 17 აფრიკულმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. დეკოლონიზაციის ეპოქა ფაქტობრივად 70-იანების ბოლოს დასრულდა. სტოპ. ეს ხომ ძალიან სწორხაზოვანი სცენარი იქნებოდა მოვლენების განვითარების.
ყველა ასე მარტივად გავიდა? უბრალოდ დათმეს ტერიტორიები? რა თქმა უნდა, არა. იყვნენ ისეთები, ვისაც კოლონიალისტობა ხიბლავდა და არც გაეროს დირექტივებით რგუნავდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ესპანეთის დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო. ფრანკოს ესპანეთში, აფრიკაში ერთ-ერთი სტრატეგიული ტერიტორია ჰქონდა. დღევანდელი მაროკოს ჩრდილოეთით პროტექტორატი. თან დაუკვირდით, ესპანეთის ჩრდილოეთ მაროკოში ყოფნა მას გიბრალტარის სრუტის სამხრეთ სანაპიროზეც სტრატეგიულ პოზიციას აძლევდა. მეორე ასეთი კოლონია იყო ესპანეთის საჰარა, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის კიდე, ატლანტის ოკეანეს მიმდებარედ. რად უნდოდა ფრანკოს ბრიტანეთის ზომის ცარიელი უდაბნო? იმიტომ რომ როგორც წეღან ვთქვით, ის არც ისე ცარიელი იყო. საქმე ისაა, რომ ესპანეთის საჰარაში ფოსფატების უზარმაზარ მარაგებს მიაგნეს. ვინც არ იცით? ეს არის თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნედლეული, რისგანაც მზადდება ფოსფორიანი სასუქი. ამას დავუმატოთ კიდევ ერთი რესურსი. ესპანეთის საჰარა მხოლოდ მიწისქვეშ არ იყო მდიდარი. მის წინ ატლანტის ერთ-ერთი განსაკუთრებით პროდუქტიული სათევზაო ზონაა. ოკეანის დინებები აქ საკვები ნივთიერებებით მდიდარ წყალს ზედაპირზე ამოაქვს და უზარმაზარ თევზის რესურსს ქმნის. გაერომ 1963 წელს ესპანეთის საჰარას არათვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა, რაც ადამიანურ ენაზე რომ თარგმნოთ, ისევ კოლონიას ნიშნავს. მაგრამ რეზოლუციებში ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ადგილობრივებს აქვთ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის განუყოფელი უფლება. ეს ტერიტორია სურდა სხვასაც, ახალ საზღვრებში აღმოცენებულ მაროკოს, რომელსაც ეს საზღვრები ისე უჭერდა, როგორც მე გასული წლის სპერანგები და დიდი მაროკოს იდეით კბილებს ილესავდა. აი, აქ გავჩერდეთ ცოტა ხანი და ეს განლაგება დაიმახსოვრეთ. სანამ გავაგრძელებთ, ჩვენ გავიგეთ რა უნდოდა ესპანეთს, რა უნდოდა მაროკოს, მაგრამ თავარი კითხვა, თვითონ ესპანეთის საჰარას მოსახლეობას რა უნდა? იქნებ მათაც ვკითხოთ აზრი. ურიგო არ იქნება, ხომ? ევროპელების მოსვლამდე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ საჰრავები, უდაბნოს არაბულ ბერბერული ტომები. ისინი ხედავდნენ, რომ კონტინენტზე თითქმის ყველა მოიპოვა დამოუკიდებლობა და არც მათ უნდოდათ ესპანეთის კოლონიად დარჩენა, ან მაროკო-მავრიტანიას შორის გაღლეჩვა. მაგრამ იმასაც გრძნობდნენ, რომ მათ ისეთი მხარდაჭერა არ აქვთ, როგორც პოტენციურ მტრებს. 1973 წელს იწყება შეიარაღებული წინააღმდეგობის ჯგუფის შექმნა, იმ იდეით, რომ თუ მოლაპარაკებით არ გამოდის, მაშინ გამოვიყვანთ ძალით. დაჯგუფებას ჰქვია სეგიო ელ ჰამარას და რიო დე ოროს გათავისუფლების ფრონტი, შემოკლებით პოლისარიო. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო მუსტაფა საიედ ელ უალი. ახალგაზრდა ბიჭი, ამბიციური, სხვათა შორის მაროკოში სწავლობდა, შემდეგ ევროპაში იყო გადასული და იქ დაიმუხტა მემარცხენე რევოლუციური მარქსისტული იდეებით. 24 წლის იყო მაშინ, მაგრამ საკმარისი ქარიზმა ჰქონდა იმისთვის, რომ ადგილობრივები გააერთიანებინა და ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაეწყოთ. და როგორც წეღან გითხარით, მოძრაობა იწყებოდა 2 აქლემით და 17 კაცით. ამ წინააღმდეგობის მხარდამჭერი მალევე ალჟირი გახდა. კიდევ ერთი მოთამაშე დაგვემატა. არ დაიბნეთ, იმიტომ რომ მარტივად გავერკვევით. ალჟირი, იმიტომ რომ ამ დიდი მაროკოს იდეაში ალჟირის ტერიტორიაც შედიოდა. მეტიც, 1963 წელს მაროკოსა და ალჟირს შორის სასაზღვრო ომიც კი დაიწყო, ეგრეთ წოდებული ქვიშის ომი. საზღვრები საბოლოოდ არსებითად არ შეიცვალა, მტრობა კი დარჩა. ესპანეთზე წნეხი სულ უფრო იზრდებოდა. ერთი მხრივ, პოლისარიო აწარმოებდა პარტიზანულ ბრძოლებს და ესპანეთის საჰარაში დომინანტურ ძალად ყალიბდებოდა, ამის შესახებ გაეროს დოკუმენტებშიც არის ნახსენები და მეორე მხრივ თავად გაერო წნეხით მოქმედებდა ფრანკოზე, რომ ესპანეთს უარი ეთქვა თავის კოლონიაზე და გასულიყო. საბოლოოდ ფრანკო უკან დაიხია. 1974 წელს ესპანეთმა განაცხადა, რომ კოლონიაში რეფერენდუმს ჩაატარებდა. თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდის და ნანატრი დამოუკიდებლობაც გამოჩნდა ჰორიზონტზე. მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი აირია. ნახეთ, ესპანეთი კი დათანხმდა იმას, რომ კოლონიას დატოვებდა, მაგრამ ეს ადმინისტრაცია უნდა გაენაწილებინათ მაროკოს და მავრიტანიას. ამ ორმა სახელმწიფომ გაეროს სასამართლოსაც კი მიმართა იმ მოტივით, რომ ერთი ხალხი, ერთი კულტურა და ერთი ენა გვაქვს, ამიტომ ჩვენ გვეკუთვნისო. სასამართლომ პასუხი დაუბრუნა, რომ პრეტენზიები საკმარისი არ არის, ამიტომ ეს იდეა დაივიწყეთო. დაახლოებით ასეთი პასუხი იყო, რომ კი ბატონო, ისტორიული კავშირები ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერიტორია თქვენია. საჰრავებს თვითგამორკვევის უფლება მაინც აქვთ. მაროკოს მეფემ ჰასან მეორემ ამ გადაწყვეტილების პირველი ნაწილი დაიმახსოვრა, მეორე კი ნაკლებად. მოხდა ისე, რომ ესპანეთმა კოლონიის დატოვების შესახებ განაცხადა. 1975 წელს ესპანეთი, მავრიტანია და მაროკო საჰარას განაწილებაზე შეთანხმდნენ. მაგრამ 6 დღეში ფრანკო მოკვდა. ფრანკოს სიკვდილამდე 2 კვირით ადრე
ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. ამას მხოლოდ აფრიკელი არაბი თუ მოიფიქრებდა. მაროკომ სათავისოდ გაითამაშა პარტია. მაროკოს მეფე ჰასან მეორე დიდი მაროკოს იდეით ეფექტიანად манипуლირებდა მოსახლეობაზე. გაჭირვებულ ქვეყნებში მმართველები ძირითადად ორი რამით манипуლირებენ. იმისათვის რომ მოსახლეობას თავარი პრობლემებისგან ყურადღება გადაატანინონ და რაღაც იდეის გარშემო გააერთიანონ. ეს არის რელიგია და ნაციონალისტური იდეები. თან არ დაგვაუწყდეს რომ იმ პერიოდში მაროკოს შიდა ველზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის ორჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამიტომ ჰასან მეორემ დიდი მაროკოს იდეით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აანთო და გააერთიანა. რა გააკეთა მეფე? 1975 წელს 350,000-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა და ესპანეთის საჰარას ტერიტორიაზე მარშით გაგზავნა. ასე მშვიდობიანად უნდა დაუბრუნოთ ეს მიწა. წარმოიდგინეთ, უდაბნოში 350,000 კაცი მოიყვანა და ესპანეთის საჰარას უბრალოდ შეასია. მშვიდობიანი ხალხის გარდა კი მაროკოელმა სამხედროებმა ესპანელი სამხედროების გამაგრებული პუნქტებიც დაიკავეს. როგორც უკვე გითხარით, მოვლენებიდან ზუსტად 2 კვირაში ესპანეთის მმართველი გარდაიცვალა, შესაბამისად ესპანეთს ნამდვილად აღარ ეცალა აფრიკული ქუჩის გარჩევებისთვის. ამიტომ 1976 წელს თავისი კოლონია დატოვა და ამ ტერიტორიას უკვე ამიერიდან დასავლეთ საჰარა შეგვიძლია დაუძახოთ. პოლისარიომ ამასობაში გამოაცხადა საჰრავის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა და წარმოიდგინეთ 1976 წლიდან 1979 წლამდე საჰრავის ტომები ეომებოდნენ მავრიტანიას ცალკე და მაროკოს ცალკე. რა მავრიტანია, ხო? აფრიკის კვალობაზეც კი ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და შეუმდგარი სახელმწიფო არის, სადაც სხვათა შორის დღემდე არის მონად მფლობელობა. რა უნდა ასეთ ქვეყანას ომში? დამქანცველ ხანგრძლივ უდაბნოს ომში. ასეც მოხდა. პოლისარიოს მებრძოლებმა იმ მცირერიცხოვანმა ტომებმა მოახერხეს იმდენი, რომ მავრიტანიის დედაქალაქამდე გადაიტანეს ბრძოლები. რეიდებს აწყობდნენ მავრიტანიის დედაქალაქში. ამიტომ ბოლოს რომ აწონდაწონეს სიტუაცია, მავრიტანიაში განაცხადეს, რომ ასრულებენ კონფლიქტს, დადეს სამშვიდობო ხელშეკრულება შეთანხმება პოლისარიოსთან და საბოლოოდ დატოვეს დასავლეთ საჰარას ტერიტორია. ახლა მთავარი ნაწილი. თუ მაროკო ეკონომიკურად არ ყვავის, თან სახელმწიფო გადატრიალებები ჰქონდა, როგორ ახერხებს იმას, რომ ასეთ დამქანცველ ომში მონაწილეობა მიიღოს, თან ეს ხომ უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ მაროკო რეგიონში დასავლეთის პრაქტიკულად ერთადერთი პარტნიორი და დასაყრდენი ძალა იყო. საინტერესო ფაქტს გეტყვით. მაროკო ითვლება პირველ სახელმწიფოდ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა აღიარა. 1777 წელს აღიარა, მაგრამ მერე საუკუნე ნახევარ თვითონ იყო დაპყრობილი ევროპელი კოლონიალისტების მიერ. 1956 წელს, როდესაც მაროკომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ქვეყნის სათავეში ალავების დინასტია დარჩა. საფრანგეთი წავიდა, მაგრამ მაროკოში გავლენა არ დაუკარგავს. ქვეყნებს შორის მჭიდრო სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები შენარჩუნდა. მომდევნო წლებში კი პარიზი მონარქიის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა, მათ შორის მემარცხენე ოპოზიციასთან დაპირისპირების პერიოდშიც. თან არ დაგავიწყდეთ, მოვლენები მიმდინარეობს ცივი ომის პერიოდში. მაროკო არის პროდასავლური სახელმწიფო. ალჟირი და ლიბია, რომელიც პოლისარიოს ეხმარებიან, სოციალისტური ბლოკიდან. საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მაროკოს ფოსფატებზე. შესაბამისად არ სურდა მათთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ რაღაც ნეიტრალური დაიჭირა. ამერიკის ინტერესში კი არავითარ შემთხვევაში არ შედიოდა სტრატეგიული პარტნიორის მარცხით და კონტინენტის გაწითლება. 1975 წლის ჩანაწერები დგინდება, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი პრეზიდენტ ფორდს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მაროკოს მეფე ჰასანმა რომ არ მიიღოს ის, რაც დაიწყო, დასრულებული იქნება. ამიტომ უნდა მოეფიქრებინათ რამე. კისინჯერის თქმით, გაეროს ფალსიფიცირებული კენჭისყრის იმედი ჰქონდა. ჰენრი კისინჯერი, კაცი, რომელიც ცივი ომის პერიოდში კულისებში პოლიტიკის კეთების დიდოსტატი იყო. მისი მიდგომა იყო მარტივი და ეფექტიანი. ამერიკას ყველა პარტნიორ ქვეყანაში არ სჭირდებოდა ჯარი ან CIA-ს წარმომადგენლები. საჭირო იყო ეს რეგიონალური მოკავშირეები იმ დონეზე გაეძლიერებინა, რომ ამერიკის ნაცვლად მათ შეეკავებინათ საბჭოური გავლენები. 1976 წელს ამავე ლოგიკაში შეიქმნა ეგრეთ წოდებული საფარის კლუბი. მისი უშუალო ინიციატორი საფრანგეთის დაზვერვის ხელმძღვანელი ალექსანდრ დე მარანში იყო. კლუბი ზუსტად იმ ანტიკომუნისტურ სისტემაში ჯდებოდა, რომელსაც ვაშინგტონი უჭერდა მხარს. მასში გაერთიანდნენ საფრანგეთი, მაროკო, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და შაჰის ირანი. კლუბი ფულით, იარაღით, დაზვერვითა და ზოგ შემთხვევაში სამხედრო ძალით ეხმარებოდა ანტიკომუნისტურ რეჟიმებსა და მოძრაობებს, განსაკუთრებით აფრიკაში. ამერიკა ოფიციალურად კლუბის წევრი არ იყო, მაგრამ ასეთი ქსელი ვაშინგტონს ძალიან აწყობდა. საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდებოდა მაშინაც კი, როდესაც ამერიკის კონგრესი CIA-ს ფარულ ოპერაციებს სულ უფრო მეტად უზღუდავდა.
ომამდე და ომის პერიოდში განსაკუთრებით მაროკოს არმიას ფრანგი და ამერიკელი სპეციალისტები წვრთნიდნენ. ეს დადასტურებული არის ოფიციალური დოკუმენტებით. საკმაოდ დასავლური შეიარაღება ჰქონდა მაროკოს, მათ შორის ამერიკული F5-ები, ანუ სამხედრო ავიაცია დაკომპლექტებული იყო ამერიკული F5-ებით და ომის პერიოდში იორდანიამ და ირანმა ამერიკის თანხმობით დამატებით კიდევ გადასცეს F5-ები. მაგრამ პოლისარიო სასწაულს აკეთებს. ჯერ ხომ მავრიტანია მოიგერიეს, განდევნეს და აიძულეს შეთანხმებაზე წამოსულიყო და მერე მაროკოს მოუბრუნდნენ და თითქმის საზღვრამდე დაახევინეს. ანუ დასავლეთ საჰარას 19-ს პოლისარიო აკონტროლებდა. Control of 9/10 of the Western Sahara, even though they are outnumbered 10-1 by the Moroccan armed forces. Today, Morocco occupies only this small portion of the contested territory. To keep from losing it, the Moroccan army built a fortified defense wall around the entire area. შეიძლება მაროკოს არმია უზარმაზარი იყო პოლისარიოსთან შედარებით და რიცხობრივად 1-10-ზე იყო შეფარდება, მაგრამ საჰარავის უპირატესობა ის იყო, რომ უდაბნო იცოდნენ თავის სახლივით. მათ ჰქონდათ საიდუმლო სამალავები, დივერსიებს უწყობდნენ მოწინააღმდეგეს, უამრავ ჩასაფრებას აკეთებდნენ და უკვალოდ ქრებოდნენ უკიდეგანო უდაბნოში. მისტიკური ჟანრის ფილმივით იყო. პარტიზანული დაჯგუფება უცებ ესხმის თავს ძლიერ არმიას, ანადგურებს და მერე სადღაც ქრება. მოხდა ისე, რომ მაროკოს რიცხობრივი უპირატესობა მათ აქილევსის ქუსლად გადაიქცა. პოლისარიოს სიმცირე და ადგილმდებარეობის ზედმიწევნით ცოდნა პირიქით თავარწალად. ეს იყო ყველასთვის დიდი შოკი. ჩასხმული მილიარდები უბრალოდ გაცამტვერდა უდაბნოს ტომებთან ომში. მოკავშირეებმა მაროკოს არმიას მისცეს რეკომენდაცია, რომ დაანებეთ თავი ამ ფართომასშტაბიან მოქმედებებს, დაიწყეთ იმ ტერიტორიების გამაგრება, რასაც დაიკავებთ. ნუ დასდევთ პოლისარიოს უდაბნოში, ნუ ითამაშებთ მათი წესებით, თორემ მავრიტანიის ბედს გაიმეორებთ. დასავლეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიკომუნისტური ქვეყნისა და ლიდერის ჰასან მეორის დაცემა არა მხოლოდ რეპუტაციული ზიანი, არამედ სტრატეგიული მარცხიც იქნებოდა. შესაბამისად, ამერიკელი, ფრანგი და ზოგიერთი წყაროს მიხედვით ისრაელელი სამხედრო ინჟინრებისა და კონსულტანტების დახმარებით დაიწყეს კომპლექსური, მასშტაბური თავდაცვითი ხაზების აშენება. ეს კი მართლა game changer-ი აღმოჩნდა, იმიტომ რომ საყდენი პუნქტის აღება აბსოლუტურად სხვა სირთულის ამოცანაა. აქ უეცარი გამოჩენა, შეტევის მიტანა და გაქრობა აღარ შველის. 1980 წლიდან ინიციატივა გადავიდა მაროკოს ხელში, რომელიც მხოლოდ მზარდი იყო. აი პოლისარიოს კი სერიოზული პრობლემები შეექმნა და მათი დაღმასვლაც დაიწყო. ცაში პრაქტიკულად ხელშეუხებელი უპირატესობა ჰქონდა მაროკოს. არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავდა, არამედ სამოქალაქოსაც. აი ყველაზე შემზარავ ფაქტს გეტყვით, რაც დადოკუმენტირებული არის და ის, რაც ნამდვილად არსებობს. ათასობით საჰრავი სახლებს ტოვებდა და აღმოსავლეთისკენ უდაბნოში გარბოდა. მათ ეგონათ, რომ ფრონტის ხაზიდან მოშორებით უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ არ იყვნენ. 1976 წლის დასაწყისში ათასობით ლტოლვილი შეიკრიბა ტიფარიტის, გელტა ზემურისა და დრეიგას მიდამოებში. შემდეგ მათ თავზე მაროკოს ავიაციაც გამოჩნდა. ყველაზე ცნობილი გახდა დრეიგას დაბომბვა. მაროკოს ავიაციამ ლტოლვილთა თავშეყრის ადგილებს შეუტია. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ისტორიულ ანგარიშებში ამ შეტევებისას ნაპალმის გამოყენებაცაა დოკუმენტირებული. ნაპალმი ხომ იცით რაც არის, ცეცხლგამჩენი ნივთიერება, ანუ ლტოლვილთა ბანაკზე ამ ტიპის იარაღით მიიტანა იერიში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების ნაწილი უბრალოდ ცოცხლად დაწვა. ეს არის უშუალოდ რაც დამტკიცებულია. სხვა ასეთი შემთხვევა რამდენი იყო, არ ვიცით. საბოლოოდ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. პოლისარიოსთვის ომი წამგებიანი აღმოჩნდა. მაროკო კი რამდენი ახალ ტერიტორიას დაიპყრობდა, იმდენჯერ თავის თავდაცვის უზარმაზარ კომპლექსში ამატებდა. დასავლეთ საჰარას უდიდესი ნაწილი მაროკოს კონტროლქვეშ გადავიდა. მათ შორის ფოსფატების საბადო, თევზჭერისთვის იდეალური აკვატორია და განახლებადი ენერგიებისთვის საჭირო ტერიტორია. 1991 წელს ცეცხლის შეწყდა და მხარეები შეთანხმებაზე წავიდნენ. გაერომ შექმნა სპეციალური მისია მინურსო იმ დათქმით, რომ 1 წლის შემდეგ დასავლეთ საჰარაში ჩატარდებოდა რეფერენდუმი და ადგილობრივები გადაწყვეტდნენ რა აირჩიონ: მაროკოს ავტონომიაში შესვლა თუ დამოუკიდებლობა. 30 წელიწადი გავიდა და გაეროს გადაწყვეტილება თაროზე დარჩა. თან ამ პერიოდში მაროკომ თავის მოსახლეობის ნაწილი გადაასახლა დასავლეთ საჰარაში. ერთი პერიოდი იმას ამბობდნენ, რომ თანახმაოდ ჩატარდეს რეფერენდუმი, მაგრამ ამ რეფერენდუმში იმათმაც მიიღონ მონაწილეობა, ვინც უკვე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ანუ მაროკოელები. და რა აზრი აქვს ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას? დასავლეთ საჰარას მობინადრეები მთლიანობაში შეიძლება არიან 600,000 ადამიანი. მაროკომ ამ პერიოდში უკვე 3-ჯერ მეტი ჩაასახლა.
ანუ რეფერენდუმიც რომ ჩატარებულიყო, ის შედეგი დაჯდებოდა, რაც თვითონ მაროკოს სურდა. 2003 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინიციატივა იყო, რომ დასავლეთ საჰარა 4 წლით გადასულიყო მაროკოს ავტონომიაში და შემდეგ ჩატარებულიყო რეფერენდუმი, სადაც ამ ტერიტორიაზე მაროკოელებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. პოლისარიო დათანხმდა, მაროკო არა. 2007 წელს კი მაროკოს პოზიცია კიდევ უფრო კატეგორიული გახდა. არანაირ რეფერენდუმის შედეგებს ის არ ცნობდა და დასავლეთ საჰარას ერთადერთ გზას მაროკოს ტერიტორიაში ავტონომიის სტატუსით შესვლაში ხედავდა. საჰარავის ხალხი ოკუპაციას არ შეეგუა. 2010 წელს მათ მორიგი პროტესტი ჰქონდათ, აცხადებდნენ, რომ მაროკოელები არ ასაქმებენ მათ და უპირატესობას ანიჭებენ თავად მაროკოელებს. ქალაქ ელ-აიუნთან კარვების ქალაქი აღმართეს, რამდენიმე კვირაში იქ უკვე 20,000-მდე ადამიანი გადაბარგდა. პროტესტი ითხოვდა იმას, რომ დასავლეთ საჰარას რესურსები სამართლიანად გადანაწილებულიყო როგორც მაროკოელებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის, რომ რაღაც ბენეფიტებით ამათაც ესარგებლად. მაროკოელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ბანაკი მოაქციეს ალყაში, განდევნეს ჟურნალისტები და საერთაშორისო უფლებადამცველები. ამ დაძაბულობის პიკი იყო მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს 14 წლის ბავშვი შემოაკვდათ. შემდეგ ეს კარვების ქალაქი უბრალოდ შტურმით აიღეს. რა ხდება დღეს? დასავლეთ საჰარას დამოუკიდებლობის შანსი თითქმის ნულამდეა დასული. ეს ტერიტორია ფაქტობრივად უკვე მაროკოსია. ავითარებს, გზები გაყავს, საბადოებს სრული დატვირთვით ამუშავებს, მოიპოვებს ფოსფატებს, იჭერს თევზს, ცდილობს საერთაშორისო ბრენდების შეყვანას, მაგალითად გახსნა მაკდონალდსიც. პირდაპირი გაგებით დასავლეთ საჰარას მიწას ყიდის. კანარის კუნძულების სანაპიროებს ავსებენ დასავლეთ საჰარას ქვიშით. აქვს წამახალისებელი პროგრამები იმ მაროკოელებისთვის, რომლებიც გადაცხოვრდებიან დასავლეთ საჰარაში. მაგალითად ეხმარება დასაქმებაში, როცა საჰარავის პირიქით პრიორიტეტს არ ანიჭებს. ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ექსპორტი ადგილობრივების სრული დაიგნორებით ხდება. გაეროს და ევროპულ სასამართლოებს ამაზე პასუხი აქვს და აცხადებს, რომ ადგილობრივების შეთანხმების გარეშე ამ რესურსების მოპოვება არალეგალურია. ევროკავშირს მაროკოსთან შეთანხმება ჰქონდა, რომელიც ევროპულ გემებს დასავლეთ საჰარის წყლებში თევზჭერის საშუალებას აძლევდა. პოლისარიომ შეთანხმება სასამართლოში გაასაჩივრა და მოიგო. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაროკოს არ შეუძლია დასავლეთ საჰარის რესურსებზე შეთანხმება ისე გააფორმოს, თითქოს ეს მისი ტერიტორია და თავად მაროკოს ეკუთვნის. ამისთვის საჰარავი ხალხის თანხმობაა საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, მაროკოდან თევზის შეძენას ისევ აგრძელებს და მაროკო კი დასავლეთ საჰარას წყლებში თევზაობს. ასევე თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოწყვლადობას მაროკო დასავლეთ საჰარის ტერიტორიით აგვარებს. საქმე იმაშია, რომ რაბატი ენერგო დამოკიდებული ქვეყანაა, ის ყოველთვის იყო დამოკიდებული ესპანეთსა და ალჟირზე. სახელმწიფო გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის მაროკო ენერგოდამოუკიდებელი უნდა გახდეს. ქარისა და მზის ენერგიის 30% კი დასავლეთ საჰარაში გაკეთებული ინფრასტრუქტურით შესდის. მათ შორის ოპერირებენ საერთაშორისო ბრენდები, როგორიც არის Siemens. გამოდის ის, რომ მაროკოს დასავლეთ საჰარას ყველა სიმდიდრე შეხვდა. მათ რესურსებს კი იყენებს, ავითარებს, ექსპორტზე გააქვს, დიდ ფულს აკეთებს და ნახეთ საცხოვრობენ თვითონ ადგილობრივები. ამ უდაბნოში დღისით 50 გრადუსამდე თბება, ხოლო ღამე 0-მდე ეცემა. მაროკოს მეფე მუჰამედ მე-6 კიდევ უფრო წინ დახედული და მსოფლიო მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან საერთაშორისო დონეზე თითქმის ყველა დაარწმუნა, რომ დასავლეთ საჰარა გახდება მხოლოდ მაროკოს ტერიტორია. მისმა იდეამ მალევე მოიპოვა მხარდაჭერა. მაგალითად, საფრანგეთი და ესპანეთი დაეთანხმნენ, ხოლო დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა მაროკოს პრეტენზია დასავლეთ საჰარაზე. სანაცვლოდ რაბატმა ისრაელთან ურთიერთობა დაალაგა. რატომ ხდება ასე, ხომ? ნებისმიერი ქვეყნის პრივილეგია დიდ მოთამაშეებში განსაზღვრული არის მისი საჭიროებით. რაც უფრო საჭირო არის ქვეყანა დანარჩენებისთვის, მით უფრო მეტ რაღაცაზე დახუჭავენ თვალს უფროსი პარტნიორები. როგორც არ უნდა იყოს, 17 კაცითა და 2 აკლემით დაწყებული ბრძოლა რამხელა წინააღმდეგობაში გადაიზარდა, არა? მაგრამ ძალა აღმართს ხნავს პრინციპი არსად წასულა. არის თუ არა დასავლეთ საჰარას ისტორია უსამართლობის ისტორიაც? რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ეს არის ცივი გეოპოლიტიკური გაკვეთილი. იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს უსასრულოდ შეუძლიათ წერონ თავიანთი რეზოლუციები, აღიარონ ერების თვითგამორკვევის უფლება, შექმნან სამშვიდობო მისიები და აწნეულობით იმეორონ, რომ პრობლემა გადასაჭრელია. მაგრამ მსოფლიო არ იმართება მხოლოდ კანონებით. რა ხდება მაშინ, როცა სამართალი ეჯახება სტრატეგიულ ინტერესებს? დიდი სახელმწიფოები ხშირად მეორეს ირჩევენ და მაროკო ამის მაგალითია. მაროკო მდებარეობს ევროპის კარიბჭესთან. აკონტროლებს აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტს. თანამშრომლობს დასავლეთთან, არის მნიშვნელოვანი სამხედრო და სადაზვერვო პარტნიორი, აქვს ფოსფატის უზარმაზარი მარაგები, ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და მნიშვნელოვანი პოზიცია ჩრდილოეთ აფრიკაში. შესაბამისად, არჩევნის წინაშე როცა დგებიან, საჰარავის ხალხის უფლებების გამო,
უნდა დაუპირისპირდნენ თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს? ხშირად პასუხი ძალიან პრაგმატულ გადაწყვეტილებაშია, რა თქმა უნდა, არ ღირს. საერთაშორისო სამართალი გასაგებია, მაგრამ საერთაშორისო სამართალს ყოველთვის არ ყავს ის, ვინც მის აღსრულებას საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებს. აი ეს არის ზუსტად ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ამომავალი წერტილი. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ როცა მორალურად მართლები ვართ და საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის და თუ ჩვენს პრობლემაზე უფრო ხშირად და ხმამაღლა ვისაუბრებთ, ვიღაც მოვა და ჩვენ ნაცვლად გააკეთებს საქმეს. მაგრამ კაცრი რეალობა არის ის, რომ არავინ მოვა და არავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. დიდ სახელმწიფოებს თავის ინტერესები აქვთ. რაც უფრო საჭირო ხარ მათი უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ვაჭრობისთვის, ენერგეტიკისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის, მით ძვირი ხდება შენი დაკარგვის ფასიც. დასკვნაც მარტივია. მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მსოფლიოს რაც შეიძლება ხშირად და ხმამაღლა შევახსენოთ ჩვენი პრობლემების შესახებ. არამედ მიზანი უნდა იყოს ის, რომ სხვებისთვისაც საჭირო გავხდეთ. ის, რომ მორალური სიმართლე ან უპირატესობა ჩვენ მხარეს არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების გარანტი იქნება. საჭიროა გქონდეს ეკონომიკა, რომლის დაკარგვაც იგრძნობა. სატრანსპორტო დერეფანი, რომლის ჩანაცვლებაც რთულია. ტექნოლოგია, წარმოება, ენერგეტიკა, სამხედრო შესაძლებლობები, დიპლომატიური გავლენა. რაღაც, რის გამოც ჩვენთან ურთიერთობა სხვის ინტერესშიც შედის. რა გვაქვს აქედან? პოტენციალი შეიძლება ყველაფრის, მაგრამ რეალურად ახლა რა გვაქვს? ვისთვის ვახერხებთ, რომ ვიყოთ უმნიშვნელოვანესი და ჩვენი ჩანაცვლება წარმოუდგენელი თუ არა, ურთულესი მაინც იყოს. ერთადერთი მიმართულება, რაშიც ვიყავით მონოპოლისტები, ეს იყო სატრანსპორტო დერეფანი. მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში მოხდა თუ არა მისი იმ დონეზე სრულყოფა, რომ იყოს უალტერნატივო. თავად უპასუხეთ ამ კითხვას. საჰრავებს შეიძლება ჰქონდეთ ძლიერი სამართლებრივი არგუმენტები, გაეროს რეზოლუციები და ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა, მაგრამ მეორე მხარეს დგას შემდგარი სახელმწიფო, რომლის სტაბილურობასა და თანამშრომლობას გავლენიანი ქვეყნები საკუთარ ინტერესებთან აკავშირებენ. საერთაშორისო პოლიტიკა სამართლიანობის სასამართლო არ არის. ეს არის ინტერესების ბაზარი და პატარა ქვეყნისთვის ყველაზე სახიფათო მდგომარეობა ის კი არ არის, რომ უბრალოდ სუსტი და დაუცველია. არამედ იმდენად სუსტი და უსუსურია, რომ მისი დაკარგვით არც არავინ არაფერს კარგავს. ასეთი გამოვიდა ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ასევე შეგიძლიათ გახდეთ ჩემი ფასიანი მხარდამჭერი პატრეონზე. ამით არხის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეგაქვთ. დროებით.